გამარჯობა. I'm fine and you? Oh, yeah, it's very big problem. Come on. მე როგორ გვაკლდით და მოგვენათ. მე ძალიან მომენატრეთ პირველ რიგში, ამას გეტყვით, მაყურებელსაც ვეთქვი, რომ გუშინ ჩამოვედი გამთენიისას, წარმატებული გასტროლიდან. ძალიან წარმატებული. ბატონო, ცოტა არა ვარ კარგად, მაგრამ მაინც ვარ, ხო, კარგად ვარ, იმიტომ რომ მომენატრეთ, იმიტომ რომ რაღაცა წარმატებები მქონდა, იმიტომ რომ მე ვიტყვი იმას, რასაც შენ არის. შენი ყავი რაღაცა შეუდარებელი ამ სპექტაკლში და ეს უკვე სხვებისგან გავიგე და ამიტომ ვიტყვი და გილოცავ. ძალიან დიდი ახალი სპექტაკლი, რომელიც ქართულ მაყურებელს არ უნდა. ყველა თავისთავად ვლაპარაკობდა. ერთხელ თქვი შენს რაღაცა კარგია. ნუ იცი რა არის, ამ თემასთან დაკავშირებით. ხო მოვლენდი. მოვიწევთ თასი და იქ მე ისხები ვილაპარაკებენ მასზე და ის ნახევარი ჩამოდის 30-ში, ამიტომ ჩვენ მაყურებელს ექნება იმის უფუნება, რომ ყველა ერთად ვნახოთ და ისინი უფრო დაწვრილებით იტყვიან ხოლმე მიჭირს. მე რო გთხოვა რომ 5-ში იყოს მოწევაში. მე პრობლემა არა. თუმცა შენ აქ არიყავი. დიახ, მე გავიგე. ერთი ადამიანი ძალიან გაბედნიერდა იმით რომ გამდიდრდა. შენ სახიობია ეს ადამიანი და რა საოცრებაც არ უნდა იყოს. პრინციპში ისტორიაში ჩაიწერა როგორც პირველი მილიონერი საქართველოს მსახიობი. ეს ვიშე რა ხდება? არა ვარ კარგად. მეგონი ქვეყანას რაც მეტი მილიონერი მსახიობი ყავს, უფრო მაღალ დონეზეა ესე ყველაფერი, ხო ეს? ამიტომ მიდი ახლა შენც და აიცი რა გამოვა. აუცილებლად. მე ყოველთვის ჩემთვის ძალიან დიდი სტროილია. მე პროფესიული მილიონები წამოვა გესმის? აი პროფესიაში უკვე გადახდილი მილიონები. მით უმეტეს როცა ისეთი ადამიანი იგებს, რომელიც ყველას ყველას უყარს და თან მართლა რო კარგად აი როგორ თქვა დახარჯავს ალალი რო აი ყველა რო გზნობს რომ ამ კაცს აი რა კარგია რომ ამან მოიგო რა არ ამგონია რომ მან დამე ეს ბევრი ფიქრობს ესე კი ბევრი ყველა მოგონი ხო და შენ როგორ დახარჯავდი რა ვიცი მე ვერ დახარჯავდი მე ვიცი ვერ დახარჯავდი როგორ გამოდოდებული კიდე ერთ რო ვიგებდი მე გავაკეთებდი კარგ რაღაცებს აი მაგალითად სპორტულ დას. ხო, რა, აი რაღაცა რა. არ ვერ გავკაჩავდი ალბათ, მაგრამ რაღაც აი ესეთ სპორტულ ინტერნეტ ტელევიზიას გავაკეთებდი მაგას რა. ნაფიქრია. რატო არა, აი ყველას ნაფიქრია გეღავ. ყველას ნაფიქრია. აბა სიმღერას მეორე ისტორია, ერთ კლიპს კი ჩავწერდი, მაგრამ მე რო გავხდე პირველი დასაწყისი და მე გავხდები მილიონერი სახე პირველი გავისტუმრებ კრედიტებს პირველი დასაწყისი. ეგ ყველა ესეთ ყველა არა დიმედა არცებობენ ადამიანები, ვისაც არ აქვს და ღმერთმა არ მიცეს კრედიტი არავის. ვისაც ცოტა კარგია. ხო, ამისაც ცოტა. პირველი კრედიტი და მეორე სახლი, რომელიც ძალიან მინდა და არ მაქვს და მესამე ის იქნებოდა ჩემს გარშემო ზუსტად ვიცი რომ ყველა ბედნიერი იქნებოდა, იმიტომ რომ ამისთვის ცხოვრობ და ზუსტად ვიცი რომ კიდე ესე გავაგრძელებდი რომ ჩემს გარშემო ყველა ყოფილა და ყველა რო ბედნიერი ყოფილა. ვიცი რა შეძლებს დაგვა მაშინ რა ხარ ეგეთ სურვილი მივისურვებ რომ 10 მილიონი მოიგო. ან 100 მილიონი მოიგო, რა ვიცი, უფრო კარგი იქნება. მილიარდი. მე ვიფიქრე ესე რომ მომეგო მილიონი და მესაც ვთქვი გუშინ მე და ჩემი შვილი ვფიქრობთ და ერთმანეთს ამკითხავს უსვამდი და შვილებს ხო შეიტანდი. იცი აი ზუსტად შვილების საჭიროებიდან გამომდინარე გამოვედი და არ ვიცი ამდენად მეყოფოდა არა აი გამწივედი ფიქრი. არა სხვათა შორის ხშირად მდომებია რომ ძალიან გამართული საბავშვო კლინიკა არსებობდეს რაღაც ყველა სტანდარტის გათვლით მხოლოდ ბავშვებზე ორიენტირებული ბევრი კარგი პროფესიონალი ექიმით და ამისკენ წამივიდა გული რატომღაც ყველაფერს ვიზავდი ბავშვებისთვის თავაზობ აქ ხო? კარგი არ არის ცუდი. ხო და მაგას ამიტომ ფიქრები და ოცნებები კი არ უნდა რეალური საქმის კეთება. არავის არ დაჭირდეს, მაგრამ როცა საჭიროება დგას სუმა გამის დეფიციტი და აი ამიტომ არა იმიტომ რომ არა შენ ესე იგი ბიზნესი და ფული აი ბიზნესის ვერ დავარქვი ამას უბრალოდ მაინც არის მშობლის ტკივილია. დედას გულის წარმოიდგინე. არის ბევრი მშობლის ტკივილი. მაგარი შემომიერთებოდი შენი მილიონით აცილებ. აი ეს უკვე რაღაცას ეხლა ეგრეც არა ჩაგიდებდით ორივე საკუთრად ისე. იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი მეგობრები. აბა რა, იო. ჩვენ გვაქვს ხა მე მაგალითად მე ძალიან სერიოზულად ნაფიქრი მაქვს ამაზე და მე გავაკეთებდი საქველმოქმედო ფონდს და ახალგაზრდებს გავუშვებდი სასწავლებლად უცხოეთში მუსიკას. ყველას თავისი მხარე აქვს, ამას სპორტი აქვს, მე ასე ვთქვათ, მუსიკოსებზე და რაც დამრჩებოდა შენი არ იყოს შენი არ იყოს. ყველაზე მაგარი რა იქნებოდა მარინა, იცი, იმიჯს გავამართლებდი მილიონერის იმიჯი რომ აქვს.
აი იქნებოდა ყველაზე მაგარი. იმიჯი მილიონერის იმიჯი გაგვიძე. აუ ეს შენთვის და როგორ მილიონერის მაგრამ აი 9 მილიონერის იმიჯი და მაგარი. ხოდა ის 100 ლარი მომეწანე მოგეცი დღეს. ნეტა იყო არ შეიძლება იმიჯის. მეც მიფიქრია რა თქმა უნდა ამაზე და რაღაცა ალბათ კარგია რომ მიფიქრო რაღაცა გრძელვადიანი გათვლა გააკეთა, იმიტომ რომ მილიონი ეს მართლა ის თანხა არ არის რომ ყველაფერს იყოს შენს გარშემო, ყველა შენი საყვარელი ადამიანის ყველა საჭიროებას გასწვდეს და ქველმოქმედებას და ასე და ასე შემდეგ. ამიტომ მე რაღაც ბიზნეს იდეები მაქვს. პრაქტიკული საქმეებზე გადაიღო. ხო, არა, ვიფიქრებდი რომ ეს ფული გავამრავლო ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ამ ფულს გავამრავლებ, მე უფრო მეტი ადამიანის დახმარება შემეძლება. ანუ მე უფრო დამეხმარებოდი ჩემ საქმიანობაში. ასე რომ სპორტთან არ იქველმოქმედებდი. სანამ კურსი დავარდა შემოიყვანა. სანამ კურსი დავარდა. შევიძინოთ ბილეთები რატომ არ? კი, საერთოდ საქართველოს ატარის კომპანიამ დაამსხვრია ეს სტერეოტიპი, რომ ყველას არ შეუძლია თითქოს მოგება. შეუძლია მოგება ყველას, ვისაც იღბალი იმ მომენტში გაუღიმებს და ვინც ალბათ მუდმივად თამაშობს და ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრე პირველი მილიონერი ქალი იყო. ხო, ქალი ზამირა ეს იყო პირველი შოკი, ხო? იყო ნამდვილი შოკი. იმიტომ რომ ყველაზე დიდი თანხა მოიგო მან 4.400.000 ლარი. რამდენი 4.400.000. და პირველი პრეცედენტი იყო, ხო, რომ აესე უცებ. როგორ არის ახლა? კარგად იქნება მაგრამ. კარგად არის. ეს არის კადრები, სადაც მუშაობდა ქალბატონი ზამირა. მე მახსოვს და მინახია იქ. სანამ გახდებოდა მილიონერი. და აგერ დაჯილდოების ცერემონიალია და ამ ცხოვრებისთვის მზად. და როგორც ვიცით, საკუთარი მოგება დააბანდა უძრავ ქონებაში ქალბატონმა ზამირამ, როგორც ვიცით, პირველ რიგში შეიძინა თუ არ ვცდები რამდენიმე ბინა, მანქანა და თუ მანქანები, არ ვიცი და ამ ასე ვთქვათ, შემოსავლით ცხოვრობილებს. ეხლა მეც მოყვები, ჩემ მაგალითს, მე თანამშრომლობდი სხვათა შორის, არა, ჩემ მოიგო ერთ-ერთი ადამიანი, რომლის სახელი დაგვა და წავედით, ჩვენ უნდა გადაგვეცა ჯილდო და აღმოჩნდა ჩემ მეგობარი. მეგობრი ძმა, რომელსაც ძალიან უჭირდა იმ დროს. მართლა? ქონდა ძალიან დიდი ვალები და გაისწორა ყველაფერი და უბედნიერესი კაცი იყო. სახელი როგორც და 104 გათამაშებაში დავით ლომინაძემ მოიგო არა 5 მილიონი ლარი მოუგია. 9 მილიონი. არა. 6-0 წერია და ეთყობა შეცდომა. 9 მილიონი. ნოლებსაც ვერ ვიტყვით და რა გავაკეთოთ. ჩვენი სურვილი იქნებოდა რომ მოიგო 5 მილიონი. აი 500.000 ლარი. რა მაგარია. მაინც. გადავხედე 10 მოგებული 6 ქალბატონია, ხედა. დავიდე ახლა ჩქარი. მეგრელივე ხო არა მოიცადე? სხვათა შორის ერთია მხოლოდ მეგრელი. შემდეგი გამარჯვებული 240 გათამაშებაში გახლავთ მანანა მამისაშვილი, რომელსაც მოიგო 2.632.000 ლარი. პარესკაშმა მან მხოლოდ ვარად იყიდა ლოტოს ბილეთ 10 ლარი. მინდა გითხრათ რომ კომპანია 1 წელზე მეტი ხანია ელი სოციალური მილიონერი ქალბატონი. შემდეგი გამარჯვებული 272 გათამაშებაში მილიონი ლარით გახდათ ნანა ქალიაშვილი, ასევე ქალბატონი. რაღაც სივართ გავიქცეთ აქედან და ვიყიდეთ. 214 გათამაშებაში 600.000 ლარი თეიმურაზ ბაირახტარმა მოიგო. 646.000 646. 646. ისე თანხებია საუბარი ცოტა. ნულებს ვერამე ვერ ვიტყვით აქ. 800.000 ლარი მოიგო მარინე გარსენიშვილმა. მარდა პერიძორი კითხვა რა მოგივი. რა მოგივი? ვიტყვით, მაგრამ რა იქნება მასთან, თორე გივი.
სარქის გრიგორიანმა მოიგო 1.200.000 ლარი, იან ზეკეკელიძემ 406 გათამაშებაში 700.000 ლარი, იზოლდა ხალვაშმა 422 გათამაშებაში 682.000 ლარი და თემურ ფხოველიშვილმა 475 გათამაშებაში მოიგო 733.000 ლარი. ოღონდ გვანც ისიც უნდა ვთქვათ, რომ მის გამოაცხადეთ ესენი არიან მხოლოდ 500.000-ზე ზემოთ გამარჯვებულები, თორე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც რომელიც იმარჯვება. უბრალოდ ჩვენ ახლა ჯეკპოტები გამოვაცხადეთ, თორე სიამოვნებით ვიქნებოდეთ თუნდაც 300.000-ის გამარჯვებული, 400.000-ისაც. არც 10-ზე ვიტყვი. ხო და ეგ ჩამოთვალე ახლა სულ რო ჩამოგეთვალა ძალიან დიდ დროს წამიგე. გიყიდია, არა, მაინც ჩვენ ასე კი გვინდა შორიდან. თუ გქონიათ ცდელობა რა უთამაშოთ. ერთხელ აი რატო ერთხელ ამეჯერა? და რამდენიმე ციფრის დამთხევა მომხდა რა? ჩემს ოჯახში ჩემი მეუღლის მშობლები მუდმივად ყიდულობენ და თამაშობენ და ცდილობენ რაღაცა ისეთი სიმბოლური კომბინაციები შეადგინონ, თქვა თავისი შვილის დაბადების დღე ამის ისა კორტილის. და ანუ ეს კომბინაციები იცვლება, მაგრამ ნუ ჯერჯერობით არ გვიმართლებს. ნახოთ, ვინც ყიდულობს მუდმივად, ალბათ იმას უფრო მეტი შანსი აქვს. ან ესეც შეიძლება ერთხელ ვიყიდე და უთბად. კი, ესეც იღბალია. აბსოლუტურად არ არსებობს არანაირი ალგორითმი, რითიც შენ შეგიძლია რაღაცნაირად მაინც დაამტყუო ეს ციფრები. სხვადასხვა ამ ბოლო გათამაშებაში რაღაცა მიყოლებული ციფრები ამოვიდა. ხო, ძალიან იშვიათობაა თურმე. მოვიწვიოთ მაგის სტუმარი, რომლის ხელშიც ესე ვთქვათ, ბერმა მილიონერმა გაიარა უკვე. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მენეჯერი ანა იასეშვილი საქართველოს ლატარის კომპანიიდან. ანა შემოგვეცდება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. და ცოტა ხანში შემდეგ უკვე მილიონერსაც დავუძახებთ, მანამდე ანა მობრძანდი ჩვენთან. გამოიკვლიე გზა ჩვენს აუცილებლად იქნება და გადასწარების სპეციალობა. ადამიანი რომ დასწრებული მილიონი ფეხი შემოვედი თქვენ. ნახოთ აბა. მე 11 მილიონერი გამოდის, ხო? ანუ ხას თუ ეხლა რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ეს ადამიანები არიან 10-ზე მეტი ჯეკპოტის გამარჯვებული ყოლა და აქ არის მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც 9 მილიონზე მეტი. კი, ვთქვით. 10-ზე მეტი ჯეკპოტის გამარჯვებული, თუმცა ესენი თავისთავად გამორჩეულები იმით არიან, რომ 9 მილიონზე მეტი. ლარი არის საკმაოდ ისეთი სოლიდური თანხა და ეს ადამიანები ყველაზე მთავარი არის ის, რომ ძირითადად რასაც ჩვენ ვაკვირდებით, პირველი რასაც აკეთებენ, ეს არის რომ როგორც უკვე გვანცამ აღნიშნა, ყიდულობენ უძრავნებას და ავტომანქანას. ეს არის რაღაცა მანქანა აუცილებლად. იგი აუცილებლად მანქანა. ოღონდ ახალს არა, როგორც ვიცი, უფრო ყიდულობენ, რაც უნდა ისეთ მანქანა. რაში დახარჯავს მომდევნო მილიონერი ამ თანხას ის შემოგვერთება რამდენიმე წუთში და მისგან თავად გავიგებთ ასე რომ ვიყურებთ.